დაწმინდისასულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენგან სრულიად საქართველოს. ამინ. დღევანდელ დღეს შემოწმებასებო ძალიან დიდი წმინდანის, დიდი ქართველის, გრიგოლ ხანძთელის ესენებაა. მინდა მოგილოცოთ მის შესახებ აუცილებლად ორიოდე სიტყვით ვიტყვით, ოღონდ ცოტა ქვემოთ ჯერ მინდა იმ სახარებას შევეხო, რომელიც დღევანდელ დღეს იკითხება და მისი მნიშვნელობის შესახებ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. სახარების ეს სიტყვები ყველამ კარგად ვიცით თითოეულმა ჩვენგანმა და უფრო მეცაც გეტყვით, რომ თითქოს რაღაცა შინაგანად ჩვენში არის ჩადებული ეს ყოველივე და რომ გესმის ეს სიტყვები უცხო კი არ არის შენთვის. თუმცა კი როგორ ახორციელებ ამას სხვა რამეა. ნახეთ რაზე ალაპარაკი. როგორც შენ გინდა რომ გექცეოდნენ ადამიანები, შენც ისე უნდა მოექცე მათ. და ეს ნამდვილად არ არის უცხო შენთვის. რაღაცნაირად თითქოს შენი ზნეობა ქვეცნობიერში დალექილი ეს ამას კარნახობს, რომ სადღაცა რაღაც სიტუაციაში როცა აღმოჩნდები, შეიძლება იქ კითხვა დასვა, რომ მე ახლა მომეწონებოდა ახლა ჩემ საკუთარ თავზე ასეთი საქციელი ვინმესგან. უყურადღებობა, usიყვარულობა, სიძულვილი, შეგინება, რა ვიცი, მტრობა, ფიზიკური თუ სხვა შეურაცხყოფა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არ მოგეწონებოდა. ამ შემთხვევაში შენ თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ვიღაცის მიმართ მსგავსი ძალადობა განახორციელე, შეიძლება ყოველთვის გამართლება მოუძებნო შენს თავს და ყოველთვის თქვა რომ ვიცი წყობიდან გამოვედი. რაღაც ვერ ვიყავი ხასიათზე, არ მქონდა მაგისი თავი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ყველაფერს მოეძებნება ხოლმე ჩვენ საკუთარ ცოდვებს ყოველთვის ჩვენ უძებნით ახსნას. რომ გავიმართლოთ საკუთარი თავი სარკის წინაშე. თორემ ღვთის წინაშე გავიმართლებ თუ არა ეს არის შეკითხვა. იმიტომ რომ შენ რომ არ ქონდა ამის თავი და ან არ იყავი ამის ხასიათზე, ეს შეიძლება საკუთარ თავს სარკეში უთხრა, მაგრამ იქაც კი სინდისმა შეგაწუხოს და იქაც კი გაგისწორდეს, ვერ გაუსწორო საკუთარ თავს თვალები ერთმანეთს რო შეხვდებიან შენი თავისა და შენი თვალები და სარკიდან მომზირალი შენი თვალები. უკაცრავად დავიბენ. მაგრამ რატომ გეუბნებით ამას, იცით რომ ეს სიტყვები ხო ყველამ ვიცით რომ ისე უნდა მოექცეს სხვებს, როგორც შენ გინდა რომ მოექცნენ სხვებს. ყველა ვიცით, შეიძლება გაგვიმეორებია კიდეც, შეიძლება გვითხოვს კიდეც, მაგრამ რამდენად განგვიხორციელებია ეს ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღევანდელი სახარება სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ არის მოცემულობა იმ სწავლებისა. ის კი არა რომ ადამიანები როგორ უნდა მოვიდნენ, რაღაცა უნდა მოექცნენ და რაღაცა ქრისტესთან უნდა იყვნენ. არა, ეს არის სწავლება, აქ რომ გახარ უკვე, რომ მოხვედი, ეკლესიური რომ ქვია და ქრისტიან სახელად რომ იწოდები, აი ფორმულირება მოცემული როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრება. პირდაპირ, აი როგორც მათემატიკური ფორმულა არის, რომ 2x2 და ტოლობის ნიშნის იქეთ 4-იანი ზის, სწორედ ესე არის, რომ ხარ ქრისტიანი. მაშინ შენ ისე უნდა მოექცეს სხვებს, როგორც გინდა რომ შენ გექცეოდნენ ისინი. და ეს სახარება ამ სიტყვებს შემდეგნაირად განმარტავს. ნახეთ, თუ კიო ისინი გიყვართო, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა სარგებელია აქედან. თუ კი მხოლოდ ისეთ ადამიანებს პატიობს, ვინც თქვენ პატიობენ, რა სარგებელია აქედან. თუ კი ისეთ ადამიანს ასესხებ, რომლისგანაც ზუსტად იცი რომ უკან დაიბრუნებ, მაშინ რა სარგებელია აქედან. მე პირიქით გეტყვით, რომ აკურთხებდით მაწევართა თქვენთა, გიყვარდეთ მტერნი თქვენი. რა საოცარი ამბავია, რა ცოტა გაუგებარი თითქოს, მაგრამ მე ახლა შევეცდები, რომ ჩემთვის გასაგებად და ისე რომ თქვენთვისაც გასაგები იყოს გითხრათ ამის შესახებ, რომ რომელ სარგებლობაზეა იცით ლაპარაკი. ჩვენ გვყავს რაღაცა ესე მენდელევის სისტემა რო არსებობს, ხო იცით, ხან შეუსებელი და ხან შევსებული უჯრები რო არის. სწორედ ესე გვყავს ადამიანები რაღაცა დაყოფილი. ვიღაცა არის ჩვენიანი და ვიღაცა არ არის ჩვენიანი. ვიღაცაზე იცი რომ გიყვარს, იმიტომ რომ იმას უყვარხარ. ვიღაცაზე იმიტომ რომ აპატიებ, იმიტომ რომ ისიც გაპატიებს. ვიღაცას იცი რომ ასესხებ, იმიტომ რომ იცი რომ ზუსტად უკან ეს ისეთი კაცია რომ უკან დაგიბრუნებს. და ამიტომაც არ დაინანებ და უკანასკნელი რაც გაქვს შეიძლება გამოიტანო და მისცე, იმიტომ რომ იცი უკან დაგიბრუნებს. რა სარგებლობა გაქვს აქედან? მაცხოვარი კითხულობს.
ასე ხომ წარმართები და ცოდვილები ცხოვრობენ, ასე ხომ ჩვენგან განსხვავებული ადამიანები, ვინც არ დადიან ეკლესიაში, ვინც არ არის ქრისტიანი, ისინიც ასე ცხოვრობენ ზუსტად, იმიტომ რომ ეს სისტემა, ეს რაღაცა ცხრილი იმათვისაც არის, თქვენ ცნობიერებაში ესე გაკეთებული, ამას ესე რაღაცა სახში დაფა კი არა აქვს და კი არ ავსებენ, რომ ეს კაცი ამისთანა და ეს კაცი იმისთან. არა, თქვენ ცნობიერებაში შენთვის დალექილია ეს, რომ ეს ვიღაცასთვის შეცხება შეიძლება და ამ ვიღაცასთვის არა. ამ ვიღაცის პატიება შეიძლება და ამ ვიღაცის არა. ეს მეგობარია და ეს არ არის მეგობარი. და რომ კითხულობს რა სარგებლობა არის აქედან, იცით რატომ კითხულობს? იმიტომ რომ ეს ემსგავსება დაახლოებით ასეთ მდგომარეობას, აი რომ წარმოვიდგინოთ ეხლა რომ ვაჭარი რომელიც რაღაცას ყიდულობს ორლარად და იგივე ორლარად ყიდის. რა სარგებლობა აქვს ამ ვაჭარს, ხო არ იცით? არავითარი სარგებლობა არ აქვს. აი თუ გინდა რომ სარგებლობა გქონდეს, მაშინ ამ ვაჭარმა რაღაცა უნდა სხვა მოიფიქროს, რომ ორლარად ნაყიდი, ორლარად კი აღარ გაყიდოს. სხვა რაღაცა უნდა მოიფიქროს, სხვა რამ უნდა გააკეთოს. და მაცხვარი ამბობს, რომ ამას უნდა აკეთებდეთ ჩემი გულისთვის. და რას ნიშნავს ეს, რომ თქვენ მოგეგებათ, თუ ამას გააკეთებთ ჩემი გულისთვის, რომ თქვენ თუ გეყვარებათ მტრები, თქვენ თუ თქვენს მაწყევრებს დალოცავთ და თქვენს მდევნელებს შეიწყალებთ და აპატიებთ, თქვენ მოგეგებათ საუკუნო სიცოცხლე, ანუ მოგება იქ რომ რა სარგებლობა გვექნება, ორ გვეკითხება, სარგებელი იქნება ძალიან დიდი, იმიტომ რომ საუკუნო სიცოცხლეზეა ლაპარაკი, სამარადჯა მონეტარებაზეა ლაპარაკი. და როგორ, რანაირად? აი ნახეთ, ჩვენი განსაზღვრება ყოველთვის ასე არის, რომ ის ჩემი მეგობარია, ან არ არის ჩემი მეგობარი. ის თქვათ ჩემი მტერია, ის თქვათ ჩემი მოსიყვარული ადამიანია, იმან თქვათ გამარჯვებას ვეთქვი, იმიტომ რომ თვითონ მეუბნება, იმას თქვათ არ ვაპატიებ, იმიტომ რომ თვითონ არ პატიობს, იმან არ დამიძახა და მეც არ დაუძახებ, მაგრამ აქ ცენტრი ვინ არის, იცით? მე ვარ ცენტრი. მე ვარ ცენტრი და მე განსაზღვრავ ამას, რომ მე არ მითხრა გამარჯვება და ამიტომ მე არ მეუბნები გამარჯვებას, მაგრამ თუ ცენტრად გადაიქცევა ღმერთი, აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება. თუ ცენტრი იქნება ღმერთი და ღმერთიდან და აი სახარებას როგორც გამოიყენებ რაღაცა სათვალეს და აქედან დაინახავ ყველაფერს და აქედან გააშუქებ ყველაფერს, აბსოლუტურად მთელი სისტემა იცვლება. და რატომ? როგორ? ისევ ადამიანური რაღაცა მარტივი შედარებისთვის შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს სიყვარულს ეფიცება, ნახეთ, ერთ შეუძლია მეორე სიტყვას, რომ მე შენი გულისთვის მზად ვარ მოვკვდე. შეყვარებულები რომ თუ გინდა შენი გულისთვის თვალში გადავხვდები, ხო გაგიგონიათ ასეთი და გითქვათ შეიძლება გითხრათ. მაგრამ მართლა ასეა. შეიძლება რომ უთხრას, რომ აბა მიდი გადახტიო. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა შეიძლება ადგეს და მართლა გადახტეს. იმიტომ კი არა რომ ახლა თავის მოკვლას აპირებს, მაგრამ დაამტკიცოს ამითი თავისი ვაჟკაცობა. ვიღაცა დედამ შეიძლება შვილს უთხრას, რომ შვილო შენი გულისთვის მზად ვარ რომ მეწავიდე მიწაში და შენ არა. შენ იყო კარგად და ყველა დედა ამას იტყვის, მე მგონი თავისი შვილის გამო. ხო მართალია? ანუ ვიღაცის გულისთვის შეუძლია რომ მოკვდეს, ვიღაცის გულისთვის შეუძლია რომ ესეთი რამ გააკეთოს. და ეს ვიღაცა თუ შენთვის გახდება ქრისტე, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება. როდესაც საკუთარი თავი კი არა, ჩემგან, მესგან კი არ იწყება, ეგოიზმისგან გამომდინარე კი არ არის ეს სისტემა შედგენილი, რომლის შესახებაც მოგიხევით, არამედ ქრისტე არის ცენტრი და ქრისტედან გამომდინარე ვამბობ, რომ ქრისტეს გამო უნდა ვაპატიო. ქრისტეს გამო უნდა შევიყვარო, ქრისტეს გამო უნდა დავლოცო, ქრისტეს გამო უნდა ვასესხო და ასე შემდგომ. და რატომ? იმიტომ რომ ქრისტე გეუბნება ამას, გთხოვს რომ აპატიო, გთხოვს რომ შეიწყალე, გთხოვს რომ დალოცე. და თუ შენთვის ქრისტე ძვირფასია, ისევე როგორც ის ადამიანი, მაგალითად დედისთვის შვილი და მზად არის მიწაში წავიდეს, ან შეყვარებულისთვის შეყვარებული, რომელიც მზად არის რომ მტკვარში გადახტეს, იცოდეთ რომ ესეთი ძვირფასი როდესაც გახდება შენთვის ქრისტე, მაშინ შენთვის ამ ფორმულის შესრულება იქნება ყველაზე იოლი, რომ ისე მოექცევი ადამიანებს, როგორც ისინი გინდა რომ გექცეოდნენ შენ. და თუ არ არის ქრისტე, ადგილი არ აქვს აი ამ შენს ცხრილში და სისტემაში, იცოდეთ რომ მაშინ ყოველთვის იქნება ეგოიზმიდან გამომდინარე შენი მოქმედებები, რომ იმან არ დამპატიჟა, მეც არ დავპატიჟებ, არ მომესალმა, მეც არ მივესალმები, არ მაპატია, არ ვაპატიებ, არ მასესხა, არ ვასესხებ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. და პირიქით, თუ კი ქრისტეს გულისთვის ამას ყველაფერს ასე იფიქრებ, რომ მერე რა რომ იმან არ მაპატია, მე უნდა ვაპატიო, იმიტომ რომ ქრისტემ თხოვა.
აი შეყვარებულმა რო გთხოვოს გადახდიო და გადავხდები. აი ასეთ დონეზე უნდა განიხილავდეთ თქვენ აი ამ საკითხს. მაგრამ რას ქვია რომ გიყვარდეთ თქვენი მტრები? ეს არ ნიშნავს იმას რომ ამოიღებს მის სახლის გასაღებს, მანქანის გასაღებს და ეთქვი რომ აჰა შენია ყველა. არა, ასე არ არის. აი იცით რას ნიშნავს რომ ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს. პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს? იცით, ბოროტება აღარ უნდა აკეთოს. ამის მერეა უკვე შემდეგი ნაბიჯი სიკეთის კეთებისა. ასევეა, გიყვარდეს მტერი შენი, პირველი ნაბიჯი თუ გინდა გადადგა, აღარ უნდა გძულდეს. შურის ძიების სურვილით არ უნდა იყოს შეპყრობები. აღარ უნდა კონდეს განცდა რომ დაინახავ და რაღაცა დააგბურძლავს და ცუდად ხდები და ესე იგი ელეთ-მელეთი და გაწითლდები სახეზე. აი ესეთი რამე აღარ უნდა გქონდეს. და ეს იცოდეთ რომ პირველი ნაბიჯია. ამის შემდგომ ნაბიჯს უკვე ქრისტე თვითონ გადაგადგმევინებს. როდესაც დაინახავს რომ შენ ასეთი შემართებით ხარ, შენ მას დაუჯერე, შენ მას მოусმინე და რომ აღარ აპირებს შურის ძიებას და აღარ გძულს ადამიანი, უკვე მისი სიყვარულისკენ თვითონ გიწინამძღვრებს. აი ეს არის სწორედ ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. ეს არის სწორედ აი ამ ფორმულირების მთავარი არსი, რომ ჩვენი თავი, ჩვენი ეგო უნდა მოვიშოროთ და ცენტრი ყოველთვის ქრისტე უნდა იყოს. ღმერთის ადგილი უნდა იყოს აქ ჩვენს ცხოვრებაში, ყველგან და ყველაფერში უნდა გქონდეს ღმერთს ადგილი. სადაც არ უტოვებ ღმერთს ადგილს, იქ მხოლოდ ჩვენი ეგო მოქმედებს. დაიმახსოვრეთ ეს კარგად. იქ მხოლოდ ჩვენი ეგო მოქმედებს და არ შეიძლება ეგოთი მოქმედი ადამიანი მართალი იყოს ღვთისა და კაცის წინაშე, იმიტომ რომ ის ყოველთვის ასე ფიქრობს, მე და მედან გამომდინარე, რომ მას ასე სურს, ეს არ შეიძლება ყოველთვის იყოს მართალი. ერთი წმინდა მამის ნაწერი აღარ მახსოვს ვისი, მაგრამ სადღაცა შევხვდა, წავიკითხე რომ სჯობსო რომ გიყვარდესო და ასე შეგეშალოს ადამიანთან, ვიდრე გძულდეს და არაფერი არ გეშლებოდეს მასთან ურთიერთობაში. აი მართლაც ხომ არის რომ შეიძლება შენთვის არაფერს არ წარმოადგენს ადამიანი, მაგრამ ზრდილობის ნორმებს არ ღალატობ და ყოველთვის გამარჯობად როგორ ბრძანდებით. მაგრამ როცა გიყვარს ადამიანი, შეიძლება მართლაც შეგეშალოს, მას რაღაცა ვერ განსა, რაღაცა ისე ვერ თქვა. ასეთი მდგომარეობა ჯობია, ვიდრე ის რომ გძულდეს ადამიანი და არ მოგწონდეს და არ გიყვარდეს და არაფრად მიგაჩნდეს. ამიტომაც ჩვენ ძალიან სიჩქარე გვიყვარს და ჩვენს ნაყოფს ისე ველოდებით, ხო გახსოვთ ის ცოტა დაგძაბეთ, მე მგონი და უნდა გაგათავისუფლოთ ამ დაძაბულობისგან. ორი გურულის ამბავი გახსოვთ? იმას გამოუწერენ, რა ქვია, ახტალაში ტალახით უნდა იმკურნალოთო და როგორც კი პირველი მივადა თით ჩაყოფს, მეორე მივარდება და ეკითხება მოგიხტაო? ხო და ასე არ ჩვენი მდგომარეობა. იმ წუთში გვინდა რომ ჩვენ რაღაცა თესლი ჩავაგდებთ თუ არა, მეორე დღეს ეხლა უნდა მივიდეთ და მოწყვიტო, იმაზე უნდა ნაყოფია. ეს ასე არ ხდება. ეს დიდი შრომის შედეგია. ეს დიდი შრომის ფასად მოდის ყველაფერი. ფიქრის ფასად მოდის და საკუთარ თავში ჩაღრმავების ფასად მოდის ეს ყველაფერი, რომ სადმე ნებისმიერ მოქმედებაში შენი ეგო ხო არ დარჩა კიდევ წინ და ღმერთის ადგილი იქნება აღარ დატოვე ამ მოქმედებაში. ყველანაირ მოქმედებაში ღმერთს უნდა დაუთმო პირველი ადგილი და ამის მერე შენ. ამიტომაც ეს არის ეს ნაყოფის მოწევნის დრო ცოტა გვიან დგება. ცოტა გვიან, იმიტომ რომ გაზაფხულზე დათესილს შემოდგომაზე იმკიან, მაშინვე არ არის რომ ეხლა ჩარგავ ნერგს და მიხვალ და მეორე დღეს ნაყოფს მოწყვეტ იქედან. ამიტომაც ჩვენი შრომის ფასი ცოტა გვიან იქნება მოწევნული, მაგრამ უნდა იშრომოთ და უნდა იფიქროთ ამაზე. აუცილებლად უნდა იფიქროთ ამ თემაზე, აი დღეს წაგვიკითხეთ სახარება და უნდა გავყვეს ეს ფიქრად და უნდა გვახსოვდეს, რომ სადღაცას თუ კიდევ ვინმე ესეთი გეუბნა, იმან არ მომესალმა პირველი და მე არ მივესალმე, მაშინვე გაგახსენდეს ეს ამბავი. რომ შენ ღმერთმა გითხრა, ქრისტემ გთხოვა, რომ როგორც შენ გინდა რომ გექცეოდნენ, შენც ისე მოეკეცი და შენ ხო არ მოგწონს ის რომ იმან რომ არ მოგესალმა, ადექი და შენ მიესალმე. იმან რომ არ დაგპატიჟა, ადექი და შენ დაპატიჟე. და იმან რომ არ გაპატია, ადექი და შენ აპატიე. და ამ პირველი ნაბიჯით ეს არის ის გაწეული შრომა, რომლის ნაყოფსაც ჩვენ გვიან ვიხილავთ, მაგრამ აუცილებლად ვიხილავთ ჩემო ძვირფასებო. და თუ შეგიძლია ამ წუთში, ამ წამს გიხმობს ეს ქრისტემ, რომ წავიკითხეთ ეხლა ეს სახარება, ეს რაღაცა იმაში კი არ გეუბნება, რომ ასე ქენი მომავალ წელს, არა, ამ წუთში გეუბნება, რომ შენ თუ შეგიძლია ვიღაცა გააბედნიერო. როგორ შეიძლება დაამადლო მას შენი ღიმილი, შენი მოკითხვა, შენი გამარჯობა, შენი სესხება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
არავითარ შემთხვევაში არ დაიფასოთ ასე თავი ადამიანის წინაშე, იმიტომ რომ ქრისტემ ყველას აპატია ცოდვები, მარტო შენ კი არა. იმასაც აპატია გარეთ რო დგას, ჯერ რომ არ მოსულა ქრისტესთან, იმასაც ნაპატიები აქვს, ოღონდ თვითონაც არ იცის ჯერ. და როგორც კი გაიგებს ამ ამბავს, იქნება მოვიდეს აქ და მადლობა შენზე უკეთესად გადაიხადოს. ამიტომაც ქრისტემ თუ აპატია, შენ როგორ შეგიძლია რომ ადამიანზე თქვა რომ არა მე მას ამას ვერ ვაპატია. მე მას ვერ ვეთქვი გამარჯვებას, ან მე მას ვერ მივესალ, ან ვერ დავპატიჟებ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ამიტომ არა გაქვს უფლება რომ მქონდეს ამის საშუალება ვიღაცას აბედნიერებდე შენი თუნდაც ღიმილით და მეტი არაფრით და ამას არ აკეთებდე და ესეთი ის გეჭირო საქმე რომ ვითომ ესეთი კაცრი ხარ. არა გაქვს ამისი უფლება ადამიანო და გახსოვდეს გამუდმებით გონებაში გქონდეს რომ ეს არის შრომა რომელიც შრომაც პირველ რიგში მოითხოვს ფიქრს, საკუთარ თავში ჩაღრმავებას და ამის შემდგომ მოითხოვს იმას, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას სიყვარულისკენ. პირველი ნაბიჯი ის არის, რომ არ გძულდეს, პირველი ნაბიჯი ის არის, რომ არ გესალმება და შენ მიესალმო და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. იფიქრეთ ამაზე ჩემო ძვირფასებო და ეს გაიყოლეთ ესე ფიქრად. ეხლა უნდა გითხრათ აუცილებლად გრიგოლ ხანძთელის შესახებ, რომელიც არის მნათობი საქართველოს ეკლესიისა. მე შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ არ მახსენდება მართალი გითხრათ ქართველი წმინდანი ისეთი გრიგოლ ხანძთელამდე. არა, როგორ არ მახსენდება, უпростоრად მოწამე მეფეებიც ყავს ჩვენ იქამდე და მაგალითად არჩილ მეფე გრიგოლ ხანძთელამდე იყო, მაგრამ გულისხმობ რას იცით რომ აი ესეთი დიდი მოღვაწე, ესეთი ბუმბერაზი, რომელმაც ეპოქა შექმნა, ესეთი გამოთქმა არსებობს, რაღაცა შექმნა ეპოქაო და მართლაც ასე მოხდა მის ცხოვრებაში, ის ძალიან მას შეძლო რომ ძალიან კარიერაში წარმატებული პიროვნება ყოფილიყო, მეფის კარზე ძალიან დაახლოებული კაცი იყო, ავადიშვილი იყო ბოლოს და დიდი კარიერა ელოდებოდა წინ, თუმცა კი ყველაფერ ამას მან ამჯობინა რომ წასულიყო უდაბნოში და იქაც ცხოვრა და ყოფილიყო ერთი უბრალო ბერი. აი ნახეთ რა საოცარი ამბავი, ერთი უბრალო ბერი, რომელიც ჩამოკონკილი შეიძლება რაღაცა დაძველებული და ესეთი ფეხსაცმელი და კაბით დადის, მაგრამ მის სიტყვას აქვს ესეთი ძალა, რომ მეფეს ეშინია მისი. მეფე, რომელიც აზანზარებს, ესე იგი, თავის ქვეყანას, თავის ერთი სიტყვით და ძალიან მკაცრი მეფეა და აი შეუძლია რომ ნებისმიერი განაჩენი მოსამართლეს თვითონაა განაჩენი გამოიტანოს გრიგოლ ხანძთელის სიტყვისა ეშინია. და ამას როგორ მიაღწია გრიგოლ ხანძთელმა, როგორ წარმოგიდგენია თქვენ რომ ეხლა რაღაცა ვარჯიშობდა და დიდი კუნთები ჰქონდა და მოერეოდა მეფეს, ან ჯარი ყავდა, ან არტილერია თუ რაღაცა დაბომბავდა თუ რა რითი შეიძლებოდა ამ მხოლოდ სულიერი მოღვაწეობით. ისეთ სულიერ სიმაღლეზე იდგა, რომ შეუძლებელი იყო რომ გრიგოლ ხანძთელისთვის არ მოგესმინა. სხვათა შორის მე მახსენდება ერთხელ მამა გაბრიელის შესახებ მოყვა ერთმა პიროვნებამ, რა რომ მეო ვიცოდიო რომ მასო ესეთი ის ჰქონდაო რომ ვიღაცებს ეუბნებოდა რომ დაიჩოქეო და იჩოქებდნენო და მეო წავედი ამ იდეითო რომ ეხლაო მე რომ მითხრასო არავითარ შემთხვევაში არ დავიჩოქებო და ბევრი ხალხი დგას სამთავროს ეზოშიო და ვიღაცას მიუტრიალდაო და უთხრა რომ შენ უნდა დაიჩოქო და დაიჩოქა იმან და ეს მამა გაბრიელი აგრძელებს ქადაგებას და ეს ადამიანი დაჩოქილი დგასო და მე კვლავ ამ ფიქრს დაუბრუნდი რომ მე რომ მითხრასო არავითარ შემთხვევაში არ დავიჩოქებო. იმიტომ რომ რა არის რა დამოკიდებულებაო ამ ტალახიან ეზოში აგერ დააჩოქა კაცი და ესეთი მომიტრიალდა უცხო და მეუბნებაო რომ თქვენ უნდა დაიჩოქოთ და მაშინვე მუხლებზე დავარდი. აი იმ წამსვე მე ისე დავარდი მუხლებზე, რა პირადად მომეყვა მე ეს ადამიანი. ისე დავარდი ამ მუხლებზე, რომ სანამ არ მითხრა წამოდეთიო თვითონვე. ვერანაირი ძალა მე იქიდან ვერ წამომაყენებდა. ეს არის ძალა, რომელიც არის ღმერთისგან რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად არის შენი შრომის ნაყოფი. აი ამ ნაყოფს იწვნევს ადამიანი თუ კი ის ცენტრში ქრისტეს აყენებს და არავითარ შემთხვევაში თავის თავს. ამიტომაც ასეთი იყო გრიგოლ ხანძთელი, რომ მეფეს ეშინოდა მის. კათოლიკოს პატრიარქები და კრება არ იმართებოდა მის გარეშე. არანაირი საეკლესიო გადაწყვეტილება კი არა, სახელმწიფო გადაწყვეტილებაც კი მის გარეშე არ იყო. და რატომ? მას პოლიტიკური განათლება ჰქონდა, რატომ რაღაც ესეთი სასულიერო განათლება მიიღო, რომ ვაიმე რაღაც ათენი დაამთავრა. არაფერი მსგავსი. ერთი უბრალო ბერი იყო, რომელმაც თავისი თავი მიუძღვნა ქრისტეს და თავისი მე, აი წეღარაზეც ვლაპარაკობთ, ყველგან უარყოფილი ჰქონდა. ყველგან აბსოლუტურად.
ყველას უცქერდა ქრისტეს თვალებით და სახარებიდან გამომდინარე. აი ესეა ჩემო ძვირფასებო, ესეთი ადამიანის სცენებაა, რომელმაც მართლა ეპოქა შექმნა. მისგან წამოვიდნენ მერე ის კურთხეული მეფეები, რომლებიც ფაქტიურად მისგან გაიზარდნენ, აი ამ სულიერ მდელოზე გაიზარდნენ, რომელიც გრიგოლ ხანძთელმა შეიძლება ითქვას, რომ ესე მოიწია საქართველოში და მისი შედეგი გახლავთ ის, რომ საქართველო გახდა ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო უკვე დავით აღმაშენებლის პერიოდში. ეს უკვე მრავალი როგორ ეხლა თვითონ მე-9-ში იყო და დავითი მოგესალმებათ მე-12-ში, მაგრამ მე-11-მე-12, მაგრამ აი ესეთი წინა პერიოდი შეუქმნა მას, რომ თუ არა გრიგოლ ხანძთელი ვერც დავითი იდავითებდა და ვერც თამარი ითამარებდა. ამიტომაც შეგვეციოს მისი წმინდა ლოცვა მხოლოდ განსაკუთრებულად მას, რომ გამთლიანება ჩვენი ქვეყნისა მისგან დაიწყო, დავაკლარჯეთიდან დაიწყო და მხოლოდ რომ რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, გამთლიანება პირველ რიგში დედა ეკლესიის წიაღში ყველა ქართველისა და ამის შემდგომ ყველაფერს ეშველება ტერიტორიულ მთლიანობასაც და ეკონომიურ სიდუხჭირესაც. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთო.